დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო და შემდეგ უკვე დავიწყოთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული თემების განხილვა, გადაწყვეტილებების მიღება. მინდა ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარჩევნო დაპირებას შევეხო. იცით რომ არჩევნების პირველივე დღიდან დავიწყეთ ზრუნვა ქალაქში არსებული პრობლემების შესწავლაზე, პრიორიტეტების განსაზღვრაზე, თუ რა არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, თბილისი ძველი ქალაქია, მოძველებული ინფრასტრუქტურით, შენობა-ნაგებობებით, სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი საცხოვრებელი კორპუსი არის თბილისში, რომელიც არის ავარიული, ამორტიზირებული, საჭიროებს განახლებას, ჩანაცვლებას, მოწესრიგებას და ჩვენმა გუნდმა აღნიშნული მიმართულება განსაზღვრა როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და იცით რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც წარმატებით მუშაობს, ხორციელდება და გვაქვს კონკრეტული პროექტები ამ პროგრამებით, რომელიც კეთდება და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ჩამოგითვალოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის განვითარების ფონდი ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული ბუნების რეაბილიტაციაზე, განახლებაზე. ჩვენ გვაქვს ასეთი კარგი წარმატებული პროექტები, როგორც არის გუდიაშვილის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, მისი განახლება, ორბელიანის მოედანი, გვახსოვს თუ რამდენად ცუდი და მძიმე მდგომარეობა იყო, გვაქვს ასევე ინდივიდუალური სახლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა-ნაგებობები, რომლებიც რეაბილიტირებულია, განახლებულია. უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, ტენდერები გამოცხადებულია სამშენებლო სამუშაოებზე და დავიწყებთ ინგოროყვას ქუჩისა და სულხან საბას ქუჩის სრულ რეაბილიტაცია განახლებას. პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება და იქ არსებული შენობა-ნაგებობები სრულად რეაბილიტირებული და განახლებული იქნება. ასევე შევქმნით ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რასაც ასევე თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში არც ერთი თეთრი არ ეხარჯება ჩვენს თანამოქალაქეებს, მთავარია ავარიული სახლში მცხოვრები ადამიანების თანხმობა იყოს, აქ 100%-იანი თანხმობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩანაცვლების პროგრამა გახორციელდეს და იმ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ნაცვლად ავაშენოთ ახალი თანამედროვე უსაფრთხო ქართული არქიტექტურის შენობა-ნაგებობა და იქ მცხოვრებ ოჯახებს უკვე გადაეცემათ გარემონტებული ყველანაირად მოწესრიგებული ბინები. ასევე გვაქვს პროგრამა, როცა პროცესში ერთვება ბიზნესი, ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობილ ღონისძიებებს. ეს არის K2 კოეფიციენტის მატება, თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა. სასიხარულოა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში. არსებობს ისეთი ობიექტები, სადაც სამუშაოები სრულად დათარებულია, მოსახლეობა შესულია საცხოვრებლად და რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი პროგრამებისა, გვინდა კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას, თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული სახლების, საცხოვრებელი სახლების შესახებ. მუნიციპალიტეტი მზად არის გამოისყიდოს აღნიშნული ფართები. მერიის მხრიდან ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის მთავარი წინაპირობა იქნება შემდეგი. პირველი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს მეოთხე ან მეხუთე კატეგორია. ასევე გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის.
აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწისნაკვეთზე არსებულ შენობებს, თუ იარსებებს ზეგავლენის საფრთხე, მაშინ მერია მზადაა, რა თქმა უნდა, გვერდით არსებული შენობა ნაგებობაში მცხოვრები ოჯახების პარტებიც გამოისყიდოს და ისინიც ჩართოს აღნიშნულ პროგრამაში, თუ რა თქმა უნდა, იქნება მოსახლეობის თანხმობა. რაც შეეხება გამოსასყის ობიექტებს, გამოსყიდვას დაექვემდებარება საკუთრებაში რეგისტრირებული ყველა პარტი, თუმცა ზოგიერთი პარტის გამოსყიდვა ცხადია ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს. მაგალითისთვის მინდა უბრალოდ მაგალითებიც მოგიყვანოთ, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება. ეს არის ის პარტი, რომელსაც მერია ამაში ფულს არ გადაიხდის. თუმცა ის საცხოვრებელი პარტი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, დარეგისტრირებულია, თქვენი საკუთრებაა, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი შეძლებს გამოისყიდოს აღნიშნული პარტები. ასევე ავტოფარეხი, ავტოსადგომი, ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის საკუთრებაში თუ მფლობელობაში არსებულ ავტოსადგომებს მთლიანად ვიღებთ და ზოგადად ქალაქში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უსახური ავტოფარეხები, რომელიც ძალიან დიდ ფართს იკავებს და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიისთვის. ჩვენ უამრავი კარგი პროექტი განვახორციელებთ, სადაც დემონტაჟი გავაკეთეთ აღნიშნული ფარეხების, უდიდესი ტერიტორია გამონთავისუფლდა, სადაც გაკეთდა პარკები, სკვერები, მოეწყო სპორტული მოედნები და ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მოსახლეობის ჩართულობით, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე გამოვანთავისუფლოთ იმისთვის, რომ შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ აღნიშნული ტერიტორია სხვადასხვა სასიკეთო პროექტებისთვის. სხვენი და ტერასა, თუ იგი არ არის კეთილმოწყობილი, არ გამოიყენება საცხოვრებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგას მაშინ ვერ გამოვისყიდით, თუ რა დარეგისტრირებული არ არის. თუ სხვენი ან ტერასა კეთილმოწყობილი იქნება, გამოყენებული იქნება საცხოვრებლად, დარეგისტრირებული იქნება, თქვენ საკუთრებაში იქნება, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში ამ ფართებსაც გამოვისყიდით. რაც შეეხება შეფასებას, ყველა იმ ფართს, რომელიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, შევაფასებინებთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და რა ფასადაც ის შეაფასებს, რაც ვიქნებით მოსახლეობას ის კონკრეტული თანხები შევთავაზოთ. ანუ ის საბაზრო ღირებულება, რაც არის მუნიციპალიტეტი, მზად იქნება მოსახლეობისგან გამოისყიდოს მათივე საკუთრებაში არსებული ფართები. ამასთანავე ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადება საინვესტიციოდ, ისე რომ ქალაქ გეგმარებითად იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკაციასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამას იმის ვაკეთებთ, რომ ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არსებობა, რომელიც ქალაქში გვაქვს. უამრავი ასეთი შენობა ნაგებობა არის, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბევრი ამ შენობებიდან არის ავარიულ მდგომარეობაში, საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის, ამიტომ აღნიშნული პროგრამა დაგვეხმარება ამ ოჯახებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ თანხები, სხვაგან შეისყიდონ ბინები, ჩვენ კიდევ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ნაგებობები და იქ რაღაცა გადამეტება ან ზედმეტად ჩარევა არ მოვახდინოთ. პირიქით შევინარჩუნოთ პირვანდელი სახით, რაც ვფიქრობ ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროგრამა უკვე მოქმედებს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან და იმედი მაქვს, რომ ისით არაერთი ჩვენი თანამოქალაქე ისარგებლეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაუქმებთ პროგრამას, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრების სამუშაოებს ითვალისწინებს. ხადია, ეს პროგრამას დარჩება და საჭიროებისამებრ მოხდება მისი გამოყენება ისე, რომ არც ერთ ჩვენი თანამოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მუნიციპალიტეტი, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, მზად არის დაიწყოს უკვე კონკრეტული პროგრამის განხორციელება, რაც დაგვეხმარება და მოგცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ და მეტ ოჯახს დაუდგეთ გვერდით. ახალი პროგრამის შემუშავებასთან ერთად სრულიება შეგვაქვს ქირების გაცემის წესშიც.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ ზოგიერთი მესაკუთრე გვაქვს ასეთი შემთხვევები, რაც გულდასაწყვეტია, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას, ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან პარალელურად წლების განმავლობაში იღებენ ქირას მუნიციპალიტეტიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ რა ცვლილებები შეგვაქვს ახლა გეტყვით, ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განცხადებაზე თანხმობას დაწერს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას. ძალიან ბევრი გვაქვს შემთხვევები, არის ავარიული სახლი, სადაც ცხოვრება, პრობლემას წარმოადგენს. ოჯახები გავყავს ქირით იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩანაცვლება აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების და არიან ისეთი ადამიანები, ვინც ხელს უშლის აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა მოქალაქეებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და ცვლილება, რომელიც შეგვაქვს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე. ამდენად მინდა ვთხოვოთ ჩვენს თბილისელებს, რომ გულისმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილდღეობასა და საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ჩვენ რა გვინდა, რომ დაგეხმაროთ, გავაუმჯობესოთ თქვენი საცხოვრებელი პირობები, არ ცხოვრობდეთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც საფრთხეა და საფრთხეს წარმოადგენს პირველ რიგში თქვენი სიცოცხლისთვის. მუნიციპალიტეტი მზად არის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად გეხმარებით, ყველანაირად თქვენს გვერდით ვართ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და რა ვიცი ხა, რატო უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ საცხოვრებელ ავარიულ საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრებით, ხო? თუმცა არიან ოჯახები, ვინც პროგრამის განხორციელებას, არ ვიცი, შეიძლება მიზანმიმართულად, შეიძლება კიდევ ჩვენი მხრიდან რაიმე დამატებით ინფორმაციის მიწოდება არის საჭირო, რომ მზად ვართ ყველანაირად, რომ დაგეხმაროთ, იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, იმიტომ მართლა ძალიან მაგარია. ძველი გაუბედურებული კორპუსის ნაცვლად ვაშენებთ ახალ თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც თქვენ გარემონტებული ფართები გადმოგეცემათ. იგივე მეტრის ფართები, რაც არის თქვენ საკუთრებაში და რაც გაქვთ დარეგისტრირებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დედაქალაქში აქტიურად გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ეს იქნება პარკები, სკვერები, მათი რეაბილიტაცია, ახალი პროექტების განხორციელება, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გლდანის რაიონის გამგეობა, მოსასვენებელ სივრცეს ამჯერად მერვე მიკრორაიონის ნომერ 13 კორპუსთან მოაწყობს, სამუშაოები დაახლოებით 7000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობის ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავის სისტემები, ყველა საპარკე ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ბავშვებისთვის დამოუკიდებელი სივრცე იქნება, სადაც ატრაქციონები იქნება, სავარჯიშოები, სასეირნო ბილიკი, ყველანაირად კეთილმოწყობილი, ყველანაირად გამართული, ახალი ხელმცენარეები დაირგვება და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება. დაახლოებით 800,000 ლარი დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობა აწარმოებს. საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდი ღომში, იოანე პეტრიძის ქუჩაზე, 186 საჯარო სკოლის წინ, დაახლოებით 1 ჰექტარ
ფართობზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს, პროექტის პარკლებში დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო გასართობი და სატრენაჟერო სივრცეები, ტერიტორია გამწვანდება, დაირღვება ახალი ხელმცენარეები, გარდა ამისა აღნიშნულ მისამართზე არსებული საფეხბურთო მოედანი გაფართოვდება და მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სკვერი აღიჭურვება ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით, ახალი რეკრეაციული სივრცე ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა ნომერ 1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს. ძალიან მნიშვნელოვანია არეალების ერთმანეთთან დაკავშირება, ძალიან დიდი ტერიტორია გამოდის ორივე პარკის შემთხვევაში და სასიამოვნოა. ზოგადად დიდი ღომ სჭირდება მწვანე სივრცეები, ზოგადად ქალაქს ძალიან უხდება მწვანე სივრცეების არსებობა და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ არა მხოლოდ რაიონების დონეზე, უბნების დონეზეც კი შევდივართ და ვახორციელებთ ამ ტიპის პროექტებს. მინდა ერთ მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით ასევე მოგეწოდოთ ინფორმაცია. იწყება განცხადების მიღება თბილისის მერიის კონკურსს შემოქმედებით თბილისის პირველ ეტაპზე. კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვნებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და მათი რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში მისი არსებობის 7 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის კომპიუტერული თამაშები, ქართული ზღაპრების საფუძველზე პროექტები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო პოპულარული წიგნი, შეიქმნა თანამედროვე ხელნაკეთობები და სხვა. გაზაფხულის სეზონზე დღეიდან 6 მარტის ჩათვლით განცხადებების მიღება 4 მიმართულებით, საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ თბილისი 2021 წლიდან არის იუნესკოს მედია ქალაქების ქსელის წევრი, რაც დიდი სტიმულია ამ მიმართულების განვითარებისა და ხელოვნების საქმიანობის ხელშეწყობისთვის. დამატების ინფორმაციის მიღება და განცხადებების ატვირთვა მსურველებს შეუძლია სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მთავრობის ხომის შემდეგ საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი ჩაერთოს გამოცხადებულ კონკურსში. როგორც გითხარით, დღეიდან 6 მარტის ჩათვლით გეკნებათ საშუალება მოგაწოდოთ განცხადებები და შესაბამისი კომისია იმჟელებს კონკრეტულ პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს იყო რის თქმას მინდოდა, ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მსჯელობა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების. მადლობა.